მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბეს 18 საათზე. ვინ ჩაიწერა და გაასაჯაროვა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები უკანონო მიყურადებაზე საუბრობენ. კომუნიკაციის ავთენტურობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. გვარამია სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი ნაწილი დამონტაჟებულია. ფარულ მიყურადებაში დადანაშაულებული სუსიკი წერილობით განცხადებას ავრცელებს და ჩანაწერთან კავშირს უარყოფს. ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს. ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერის ფიგურანტები მიიჩნევენ, რომ საუბრის შინაარსში სკანდალური არაფერია. პარტია სახელმწიფო ხალხისთვის წევრები და რუსთავიორის გენერალური დირექტორი შევმაშფოთებლად მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ფარული მიყურადება კვლავ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთვის წითელი ხაზი და წყალგამყოფი ეს არის პროდასავლური ორიენტაცია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული ოცნება არ არის პროდასავლური ძალა და მასთან თანამშრომლობა დიახაც ჩვენთვის არის წინასაარჩევნოდ მათ შორის და განსაკუთრებით ჩვენთვის არის წყალგამყოფი. ჩვენ მივეჩვიეთ განცხადებებს, რომ სუსი პოლიცია არის დეპოლიტიზებული, თუმცა სინამდვილეში ვხედავთ იმას საპირისპიროს, რომ უსმენენ ყველას. ძალიან ირწამხდარი ვარ, რო არ დაგიმალოთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენი გირჩელებით დღეს გამოდგნენ და საკითხავად დაწერეს, რომ ოცნებასთან აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან წუხარ მართლა. ჩანაწერი, რომელშიც ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს მისი გუნდის წევრების განცხადებებზე ქართულ ოცნებასთან შესაძლო თანამშრომლობის გამო ახსნა განმარტებებს თხოვს, დღეს დილით გავრცელდა. ნიკა გვარამიას განცხადებით ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან წინასაარჩევნოდ კონსულტაციები სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან აქვს. თავად პაატა ბურჭულაძეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია, კითხვებს დღეს თანაგუნდელებმა უპასუხეს. ეს იყო საჯარო განხილვის საგანი, ამაში დასამალი არაფერი არ არის. ავთენტური არის ეს ჩანაწერი, გარდა იმისა, რომ იქიდან მოგებულია ის მონაკვეთი, სადაც ბატონი პაატა საუბრობს, რომ ის არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების მიმართ არ არის განსაკუთრებული სიმპათიით გაწყობილი. მე ვესაუბრებ მიხეილ სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, ირაკლი ალასანიასაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ჩემს საყვარელ პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილსაც. ყველას ვესაუბრები, ეს არის ჩემი პირადი საქმე. არაფერი უკანონო ამაში არ არის. ჩანაწერის გავრცელებით შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტი. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს ასეთი რამ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება და შემდეგ ასე ტირაჟირება არის დაუშვებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. ფარული ჩანაწერის ფაქტს ასევე სახალხო დამცველი გმობს. შეისწავლონ და მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ესე ვთქვათ, დაუსრულებელი გამოძიების კიდევ ერთ-ერთი საქმე. საპარლამენტო უმცირესობა უკანონო მოსმენაში ხელისუფლებას ადანაშაულებს, უმრავლესობაში კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. ეს არის აგონიაში ყოფი ხელისუფლების ქმედება, რომ სუსის გამოყენებით მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგებზე. არ არსებობს პოლიტიკური ძალა თუ ჩვენი ხელისუფლებისთვის ოპოზიციურად განწყობილი სეგმენტის საზოგადოების, რომელზეც უშიშროებას არ ქონდეს კონტროლი დაწესებული. კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე საუბრობს, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებაზე, დემოკრატიას და ასე შემდეგ, როგორც ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი, როგორც ცდილობს მისცეს დავალებები ერთ-ერთ კოალიციის წარმომადგენელს. კიდევ ერთხელ ამბობ, ქართული ოცნების ინტერესებში არ არის ასეთი ტიპის არაფრის მომცემი ჩვენთვის პირადად ხმაური შექმნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ჩანაწერის ფიგურანტები და ოპოზიცია უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებენ, ბრალდებას უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.